დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ მხატვარი ვახუშტი რომელაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვახუშტი, მადლობას მოგახსენებთ რომ მოგწონდით ჩვენთან გადაცემაში ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ და ეთერს გისურვებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ დაიწყეთ ბავშვობის ასაკიდან რა თქმა უნდა ყველა ქართველი ადამიანი ასე ვთქვათ გენებში გვაქვს რაღაც ნიჭი დაფარული, შემდეგ უკვე განვითარებას ეძლევა და მშობლების დახმარებით უკვე იმ ვთქვათ, რაც ნიჭი გვაქვს, იმის გამოვლენაში გვეხმარებიან, გვასწავლიან და გავიარეთ ჩვენ შესაბამისი ვთქვათ ის სასწავლებელი უნივერსიტეტები, რომელშიც უფრო კარგად შეგვასწავლიან ამ ყველაფერს. და ჩვენი პროფესია უფრო სიღრმისეული ხდება და კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოგვახსენეთ ამ ყველაფრის შესახებ და რა თქმა უნდა ჩვენ სტუდიაში არის განთავსებული ბატონი ვახუშტის მიერ ნახატები, საოცარი ნახატები არის და თითოეულ ნახატს განვიხილავთ თუ როდის, როგორ და რა ფანტაზიები ჰქონდა და როგორ შეასრულა ეს ყველაფერი და მართლაც საოცრება არის და აი ეს ნახატიც ეს ბალერინები ძალიან მომწონდა სანამ გადაცემა დაიწყებოდა ძალიან მომეწონდა და აუგზი შეკიდებოდა ამის შესახებ ყველაფერს ინფორმაციას ჩვენ სულფას დადამაყავ რობერტს მივაწოდებთ. მადლობა მოწვევისთვის და გამარჯობათ. გამარჯობათ. ეს ყველაფერი არის წარმოდგენითი ამუშევრები, რაც ფანტაზიაში განიხილება. დიახ. ეს თითოეული ნახატი არა მარტო ერთ დღეში არ დაიხატება, პირველ რიგში შეიძლება დახატო არა მარტო დღე, არამედ ღამის დროსაც. არავინ არ ვიცით, როდის რა გამოგვივა ამ ტილოზე. დიახ. აი როგორც ვკითხრათ რომ ვიცოდე რას ვხატავ, არის მომენტი რომ აზრი არა, წარმოდგენაც არა მაქვს ხოლმე, მაგრამ დახატვის დროს უკვე წარმოვიდგენთ რა უნდა დავხატოთ ტილოზე. არის სიხშირე იმისა რომ იხატება ჩემს მხრიდან ზღვაც, იხატება მზეც და მზის ჩასვლაც. ყველაფერი აბსოლუტურად რაც შეიძლება წარმოდგენითი რამე გქონდეს, თუ არ გაქვს წარმოდგენა, ვერ დახატავ ვერაფერს. ასე რომ თითო ნახატი ჩემთვის ყველანაირად ბევრს ნიშნავს. რაც არ უნდა იყოს, ფერების განთავსება, რასაც ნიშნავს. აქციები არის თუ რაც არის, ჩემთვის ეს ყველაფერი გაყიდვა, რასაც ნიშნავს რა აქცია. არავით არის ყიდვა, გაყიდვის მხრივ არ ვხატავ, ეს არის პირველ რიგში ჩემი ნაწილი. დიახ. და ასე შემდეგ რა. მოკლედ რომ ვთქვა, ბევრი არ ვილაპარაკოთ. აბსტრაქციები, რეალური ნამუშევრები, რასაც ქვია, იშვიათად ვხატავ, იმიტომ რომ ჩემში არ არის რა. დიახ. და ეს ბავშვობის ასაკიდან, ნუ რა თქმა უნდა, რაღაც ალბათ გქონდათ როგორც ყველა ბავშვი, ვხატავდით და თქვენც ის ხატვა და უფრო მშობლებმა ალბათ ეს აღმოაჩინეს თქვენში ეს ნიჭი და უკვე მიეცა ამას განვითარება. პირველ რიგში რას ხატავდით ხოლმე? აი რა იყო თქვენი თქვათ ფანტაზიების ეს საგონების რაღაცა, რომელსაც ესე ფუნქცს აიღებდით და შეასრულებდით. ვერ წარმოგიდგენიათ და ყველაფერი რასაც აქ ნანახი გაქვთ. ჩანახატები მქონდა. იმიტომ რომ ტილოზე ვერ გადმოქონდა, ჯერ არ ვიცოდი როგორ დამეხატა. ეს ყველაფერი რაც ჩანახატები იყო, გადავიტანე უკვე ტილოზე. და ტილოზე არის გადმოტანილი და რა თქმა უნდა ჩვენს სტუდიაში განთავსებულ ნახატებზე და რომ განვიხილოთ, აი ეს ნახატი თვალები არის და რაღაც ეს თქვენი ალბათ ფანტაზიის წყაროა თუ ვინმე არის კონკრეტულად პიროვნები? არავინ არ არის, თვითონ მხატვარი რასაც ხატავს. დიახ.
დამთვალიერებელი თვითონ სხვა რამეს წარმოიდგენს უკვე. ამას ვერ ახსნი ამ ნახატს საერთოდ რა არის. აჰა. ეს არის მომავალი შეიძლება წარსულიც იყოს, მაგრამ სხვისთვის შეიძლება სხვა რამე წარმოდგენა გქონდეს ამ ნახატში. კი, შეიძლება რაღაც თითქოს იმალება და თითქოს თავისი რაღაც დამალული არის, დიახ. და აკურდება გარე სამყაროს, თუ რა ხდება გარე სამყაროში. ეგრე გამოდის ზუსტად რა. და თქვენც ეს გქონდათ, ესე იგი თქვენი ეს ფანტაზიის შეშთაგონების ეს ყველაფერი ამოუხსენი მე. დიახ, ზუსტად. ფერებიც ძალიან ისეთი არის და როგორ არის შესრულებული ეს საღებავები, რა საღებავებს ეს არის ზოგი არის ზეთის საღებავი, ზოგი აკრილი. აჰა, ზეთია და აკრილი. და ეს მეორე არის უკვე ზეთში ნამუშევარი არის, ეგ უკვე ბალერინები, რომელიც დახატული არის ჩანახატის მიხედვით და მე გადმოტანილი ტილოზე, მაგრამ ეს არ არის პლასტიკური მოძრაობა. ეს უბრალოდ მოცეკვავე ბალერინა მოვისურვე და დავხატე. სხვა არაფერი. მოცეკვავე ბალერინა, კი, რა თქმა უნდა, რაღაც ძალიან ისეთი იმას რაღაც ეს ქოლგა, ბურთი და ეს მრავალფეროვნება რაღაც ქვია რა. დიახ, მრავალფეროვანი და შემდეგ უკვე არის აქეთ ნახატი, უკვე არის მე ვფიქრობ ზღვა უფრო ტბა. და რაღაც ეს ასოცირდება უკვე ბუნება, ადამიანები. ხო, ეგ უკვე ზანაპიროსთან უკვე ზოგადად იმყოფებოდით და ამ დროს დახატეთ? ეს უბრალოდ ვიმყოფებოდი, რო გითხრათ, არა. ეს უკვე წარმოდგენითი ნახატი არის. აჰა. რაღაც ვნახულობდი, ერთმანეთთან შევასაბამე რა. აჰა. შევერთ ერთმანეთთან. იქ ნაწილი სხვა რაღაცა ვნახე, ნაწილი სხვა ტაბა ვნახე. მაგრამ ერთმანეთთან უკვე ეს შეერთეთ ყველაფერი ერთად. ესე იგი წარმოიდგინე როგორ ნიჭერება, აი ეს არის ნიჭერება, როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს მე შეიძლება სხვა ადგილას იყოს. დიახ. მაგრამ ზღვა კიდე ირგული სხვა რამე ჩანდეს და არ მოგწონდეს. თითქოს ეს ტბა არის რაღაცა უფრო უსასრულობისკენ მიდიხარდა და თითქოს უკვე შორს. კი, რაღაც შორს და რაღაც ძალიან ისეთი ამოხსნადი არის და რაღაც შთამბეჭდავი. ეს თვითონ ვინც უნდა დაათვალიეროს ეს ნახატი, თვითონ უნდა ახსნას. მაგრამ ყველას ვერ აუხსნი, რამდენი კაცი ადამიანიც მოვიდა, ყველას მხატვარი არ ხსნის იმ ნახატს, რა ხატავდი და რა ვფიქრობდი. და აი მე როგორც ახლა რაღაც ავხსენი ხო, რაღაც ჩავწვდი ხო თქვენს ფანტაზიებში. და აი ეს არის თავარი მე კიდევ ვფიქრობ. მრავალი აზრი არსებობს. აზრი არსებობს, კი. და აი ეს კარგი არის რაღაცა ამოხსნა სეკვენდირება ამ ყველაფერს და ნუ რა თქმა უნდა შემდეგი ნახატი არის უკვე იქ, რომელიც ორი თქვათ ესე იგი ხიდი რაღაც ესე და ზემოდან სალოცავები. კუნძულიც ითქმება, კუნძულადაც ითვლება ეგ ნახატი. დიახ. რაღაც კოშკი გამოვიდა მართალია, მაგრამ ეს თვითონ ვიფიქრე, ისეთი ასასრულელი არის, რომ ყველა ვერავა. და ეს რატო გადაწყვეტეთ რომ ასეთი ნახატი რომ ესე იგი ყველა ვერავა, მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები ადიან. ყველა ვერავა. ყველა ადამიანს არ შეუძლია ასრულოს. ან არის გვირაბი, შესასვლელი ღვიმესავით არის, რომელიც მიდის ეს ნავი შესასვლელთან. მაგრამ ცდილობს რომ უნდა ავიდეს, მაგრამ ეს უკვე თვითონ გადაწყვეტავს ავა თუ ვერ ავა. ესე იგი თვითონ ხო და ისე რართულია რომ წარმოვიდგინოთ უკვე რეალურად მართლაც ძალიან ესე იგი მაღალი არის. ძალიან მაღალი არის, დიახ. ნუ თუ კუნძული. მან ისიც არის, კუნძული რო დავარქვი, კუნძული ქვია უკვე. ამ ნახატს ქვია კუნძული. დიახ. ეხლა დავარქვი. არ ერქვა სახელი. სპონტანურად ესე ერთთან გადაცემაში აი ნახეთ როგორი ის არა მართლა არ ერქვა სახელი. ფიქრობდი რა უნდა დავარქვი, მაგრამ კუნძულად მართლაც საინტერესო არის კუნძული, მართლაც კუნძული ეს ხომ არის ზღვაში, ესე იგი რომელიც გარშემო არაფერი არ არის, ხოლო არის ცა და ზღვა და ადამიანი თუ იქ ცხოვრობს, წარმოიდგინე ისე ხო მართალია. და ეს თქვენ ძალიან კარგი ის გააკეთეთ, როდესაც არის ზემოთ სალოცავები, ტაძარია. აი ეგრე ვიფიქრე ზუსტად. რომ ადამიანი ვერავა. დიახ, ყველა ვერ ავა, მაგრამ ადამიანი ნავით მიდის, ცდილობს და ეს ღმერთის რწმენა იქაც ასოცირდება, რომ რელიგიაც არის.
ღმერთის წმენა, იმიტომ რომ ამ სივრცეში არის ღვაწ და მხოლოდ კუნძული არის და ღმერთის იმედით ის ადის და დიახ, ზუსტად ეგრე არის. როდესაც აღევლინება, რა თქმა უნდა. მართალი ბრძანდებით. ეგრე არის. აი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, მე ამოვხსენი თავისი ეს ფანტაზიები, ეს რაც გქონდა და გადმოსა ნახატში, ყველაფერი ამოვხსენი და წარმატებით ამოვხსენი თქვა ეს ყველაფერი და ხო არა, აი ეგ არის დაკვირვება პირველ რიგში თავი. მე ვფიქრობ დაკვირვება და ადამიანს უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, შინაგანი სამყარო უნდა კონდეს მრავალფეროვანი, ნიჭერებით აღწევსეც უნდა იყოს, ინტელექტიც აღწევსე უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი იქ დაინახო მხატვარი რას აკეთებს, რას ხატავს, რომ შემდეგ ამას ამოხსნა და დაეკონდებოდეს ამ ყველაფერს და ამიტომ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ნამუშევრები გაქვთ, ნახატები გაქვთ და გარდა ამისა თქვენ ძალიან ბევრი ნახატები გაქვთ, ხო? დაათვლით ახლა შეიძლება ვერ დავთვალოთ, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ ძალიან ბევრი ნახატები, იმიტომ რომ ბევრი წელი ხატავთ უკვე. დიახ. და როგორ გახსოვთ რამდენი წელი? როგორ გითხრათ 2000 წლიდან ჩათვალეთ რა. 2000 წლიდან უკვე და 2000 წლიდან ესე იგი სადღაც 25 წელიწადი უკვე ხო, მაგრამ ყველა ნახატი, რასაც ქვია, ჩემი ნახატი, რასაც ქვია. ფიქრობ, რომ აზრი ჰქონდეს და შინაარსი ჰქონდეს. შეიძლება დახატოს მხატვარმა 1000 ნახატი და იმ 1000 ნახატიდან შეიძლება აღმოჩნდეს შინაარსიანი 10 ნახატი. აი რაც ის 10 ნახატი უკვე ნიშნავს უკვე მხატვრისგან რაც წარმოდგენა ჰქონდა, რაც უნახია და რაც გაიარა. წარმოიდგინეთ როგორი ის არის, ნუ ცხოვრების მანძილზე. მაგრამ ის დანარჩენი ნამუშევარი ნახატად კი არ ითვლება. მაგრამ ის ეძებს ფერებით, ეძებს რა დახატოს კიდევ იმის შემდეგ. აი ეგ არის. თუ გონიათ, თქვა ფერების სხვადასხვა მრავალი ფერი არის გამოყენებული და თუ გაქვთ თქვენ ხოლმე შავ-თეთრი გამოყენებული. არა, გრაფიკი არა, შავ-თეთრით არა. მაგრამ ფიქრობ, რომ შავ-თეთრით ჩავართო და იმ ნახატში ფერიც იდეა მოგაწოდეთ შავ-თეთრი. ხო, არა, ფიქრობთ. მაგრამ რა დაიხატება, ეგ არის მთავარი. მთავარი ეგ არის. ფიქრობ ალბათ ადამიანის პორტრეტი შავ-თეთრი, ან თუნდაც ღამე. შეიძლება აი წარსულიდან მომავლისკენ რომ გადადიოდეს. აი ესეთი რამ. წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩვენ რო გქონდეს ფუნჯი, აუცილებლად უცბად დავიწყებდით ხატვას და ჩვენს ეთერში ესე შევთავაზებდით ჩვენს ტელემაყურებელს, როგორ ხატავს და როგორ ემოციებს გადმოხატავს და აი რაც გზნობთ ხოლმე არის რაღაც გარკვეული დრო, შეიძლება იყოს დილა, შუა დღე, საღამო, ან შეიძლება რაღაცა ნოსტალგიურად იყოს, ან უფრო მხიარულად იყოს, როგორი განწყობით ხართ, როდესაც შემდეგ უკვე თქვენი ნახატი თქვენ ხო გამოვარდეთ, ყველასე მეტად უფრო საუკეთესო და შედევრი და აი წაკითხვადი რომ არის, რომ კითხულობ ამ ნახატს, აი რომელი უფრო გამოირჩევა და რა პერიოდში გაქვთ ეს დახატული? აი ეს ნამუშევრები, რომელიც ახლა მე აქ მოტანილი მაქვს, ეგ არის ყველა დახატული ღამე. იმიტომ რომ ღამეს რო ხატავ, უკვე ჩანს ფერებსაც. დიახ. ღია დღის შუქზე სხვა ფერებით იხატება. მე ყოველთვის დახატული მაქვს, აი ღამე მინდებოდა უფრო ხატვა. დიახ. სურვილი მიჩნდებოდა, რომ ღამე ამდგარიყავი და დამეხატა ნახატი. მაგრამ ფერები, რასაც ქვია, დღეს ხვანაერად ჩანს ნახატი და ღამე ხვანაერად ჩანს. აი ღამე რაც დახატულია, ის უფრო კარგად ჩანს ღამით. დიახ. ღამის შუქზე, ვიდრე ზის შუქზე. ასე რომ შუქზე, ესე წარმოიდგინეთ ღამის შუქზე, წუდიათში როგორ უნდა დაინახოთ ფერები, წარმოიდგინეთ როგორი ნიჭერება, რომ ფერები წარმოიდგინოთ და შემდეგ უკვე ძალიან რთულიც არის. ეს ყველაფერი არის ღამით დახატული. დიახ. წარმოგიდგენთ. ეთყობა უკვე ფერებსაც რა. ფერებსაც ეთყობა. და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს უნდა ვუთხრათ, როგორ მოხდა თქვათ, ნუ ბავშვობის ასაკში ხატავდით, ყველაფერი ეს განვიხილეთ და შემდეგ ჩავაბარეთ ნუ თოიძეს, შემდეგ უკვე სამხატვრო აკადემია და აი იქ ყველაფერი როგორ შეისწავლეთ, როგორ მოხდა და რთული იყო, ადვილი იყო, ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი სწავლით არის, მაგრამ როდესაც ნიჭერება გაქვს უკვე და რასაც გასწავლიან, უფრო ალბათ სწორი მიმართულებით მიდიხარ და უფრო კარგად ყალიბდები ადამიანი და რა უფრო რა მოგცათ თქვა აქ სასწავლებლად. სირთულე ყველგან არის. და რანაირ ნიჭიც არ უნდა გქონდეს ადამიანს. ჩემი აზრით სირთულე ყოველთვის ხვდება წინ. ეგრე მარტივი არ არის ნამუშევრის დახატვა, სწავლა, თუნდაც ფიგურის დახატვა არ არის ადვილი. მარტო უყურე ეგრე არ არის რა, თეორიულად იცოდე და პრაქტიკა არ გაიარო, ვერ დახატავ ვერაფერს. თუ შეინტონ არ შეისწავლე და მონ რჩევის მიხედვითაც შეიძლება დახატო. სწავლის კუთხით ვიზახი მასწავლებლის პედაგოგის მიხედვით.
მაგრამ შენ თუ გინდა რომ რამე დახატო შენი, რასაც ქვია შენი. ეგრე შენი წარმოდგენაც უნდა გქონდეს და ნიჭიც უნდა გქონდეს რაღაცის. კი, რა თქმა უნდა, მართლაც ასე არის და შემდეგ უკვე გქონდათ გამოფენები, რა თქმა უნდა, საქართველოში. გქონდათ სამების, თქვა, სამების როგორ იყო რომ მოგვახსენოთ ამის შესახებ, რა გქონდა? სამების დიახ. ახალგაზრდულ ცენტრში. დიახ. გქონდა უამრავ ადგილას ბიბლიოთეკა. დიახ. ბიბლიოთეკაშიც გქონდა. ვერ დავთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილი არის გამოყენებული გამოფენისთვის. და ასევე გქონდათ საქველმოქმედო გამოფენა მქონდა, რომ დავთვალოთ ყველაზე დიდი 7 საქველმოქმედო გამოფენა მქონდა. იყო ეგ ჩაფიქრებული იმ ლეიკემიებისთვის და გონება ჩამორჩენილისთვის. მაგრამ ეს გამოფენა არა ჩემი დახატული ნახატით იყო გამოფენილი საქველმოქმედო გამოფენა, არამედ მათი ხელით დახატული. რა ოცნებაც გქონდათ ის გადავატენინე ქაღალდზე. დაბედნიერება არის ამ ბავშვებს ასეთიც მაგრამ მაგათთან ერთად, დიახ, მაგათთან ერთად ჯანმრთელი ადამიანები რომ არ იგრძნონ თავი, ავად. და მართლა ძალიან დიდ სასიკეთო საქმეს ემსახურებთ და ჯანმრთელობას უსურვებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სენით არის დაავადებული და რა თქმა უნდა გამოჯანმრთელებას და ეს ადამიანებიც ხომ ნიჭერებით ახსოვსი ადამიანები არიან და ამიტომ მათ გვერდში დგომა ესაჭიროება და მადლობას მოგახსენებთ რომ ასე გვერდში უთქებხართ იმ ადამიანებს და ასე ახსოვს. არა, არ დავივიწყებ არასოდეს მათ. და არც არავინ არასოდეს არ დროც რო გავიდეს. კი, რა თქმა უნდა. 10 წელიც რო გავიდეს, მაინც დაუბრუნდები მათ. რა თქმა უნდა და არა მარტო თქვა ამ ნახატების ძალიან ისეთი ცნობილი ადამიანების პორტრეტებსაც ხატავთ და რომელი ადამიანები იყვნენ ის მაგალითად გამორჩეული ყველა გამორჩეული არის სიმართლე გითხრათ რა ერთს რომ თქვა მეორეს არ მინდა რა ეწყინოს და ამიტომაც მე ყველა გამორჩეულად ვთვლი პორტრეტებს დახატვაზე ყველა მსახიობია, რუსთაველის თეატრის მსახიობია, თუმანიშვილის თეატრის მსახიობია, თუ მარჯანიშვილის რუსთაველის არ აქვს მნიშვნელობა. ვისთანაც მივედა მივახციე, ბისულა. პირადად გავეცანი, აუხსენი, რის გაკეთება მინდო და თუ თანახმას მეტყოდნენ დავხატავდი და გამოფენის დროს ჩუქნიდი საჩუქრად მის პორტრეტებს. დიახ. იყო პოეტების, მწერლების, მომღერლების და რამოდენიმე კიდე ადამიანების, რომელსაც შენთვის მეგობრათაც თვლი, იმით პორტრეტებიც იყო დახატული, მაგრამ 5 წლის განმავლობაში ამ ყველაფერს ვხატავდი, ვუკეთებდი გამოფენებს და ვჩუქნედი. ეს იყო ჩემი აზრი რა. საჩუქრად გადაცემდი თქვენს მიერ შესრულებულ ნახატს. ვინც თქვა დაღუპული იყო ის ადამიანი, ოჯახს გადავცემდი. აი როგორც დოდო აბაშიძის პორტრეტი იყო დახატული, მაგრამ მის ოჯახს მივმართე და საჩუქრად გადავეცი. თქვენ ასევე ფიროსმანის მიერ ნიკოლოზ ფიროსმანის დიახ პორტრეტი დავხატე და მუზეუმს ვაჩუქი. გამოფენა გავაკეთე და მე გადავეცი საჩუქრად. იქ დარჩა და დღემდე არის. და ძალიან კარგი არის რომ ძალიან ბევრი ესეთი ორგანიზაციები არის რომლებიც დაჯილდოებას განახორციელებენ ხოლმე და მართლაც ეს თქვენი საქმე არის დასაფასებელი და ხელოვნებას სჭირდება განვითარება, არა მარტო განვითარება, გვერდში დგომა, რომ თქვენ ეს რასაც აკეთებთ, შემდეგ ეს ყველაფერის რეალიზება მოხდეს. იმიტომ რომ თქვენზეც თქვენს ხომ გჭირდება და გესაჭიროებათ, ну ძალიან რთულია როდესაც თვითონ ნახატი როგორც საკუთარ შვილს ისე უფრთხილდები, საკუთარი შვილივით გიყვართ, იმიტომ რომ მაგრამ გჭირდებათ შემდეგ ეს სხვა შემოსავალი საჭირო არის. და თუ თქვათ აი გულდასაწყვეტი თუ ყოფილა როდისმე თქვათ თქვენი ნახატი რომ გაყიდეთ. კი. კი. ყოფილა შემთხვევა არა მარტო ერთხელ. რომელი იყო და რა იყო, რა დახატეთ? აი როგორ გითხრათ რა. როგორ აგიხსნათ? არა ბევრი რამე შეიძლება ვთქვა, მაგრამ დიახ. ну ერთ სიტყვით იყო ნამუშევარი, რომელიც დიახ.
არამედ ზღვა ძალიან მიყვარს, რასაც ქვია ლურჯი ფერები, უფრო წითელი ფერები, ისედაც ჩანს. კი, რა თქმა უნდა. უფრო ხშირად ლურჯ ფერს ვიყენებ, წითელ ფერს, გამოაშკარება უფრო ჩანს რა, ფერების. კვეთრი ფერები უფრო მიყვარს რა. ვიდრე აი ეხლანდელი ღამის დახატული ნამუშევრები. დღისით უფრო კარგი არის ფერწერული აბსტრაქცია, ფერებითი თამაში. ჩემი ნამუშევარი რა იყო? ყველაფერში იკითხებოდა ზღვა. და იყო დახატული სოფელი, რომელიც არა წარმოადგენითი, არამედ სადაც ვიყავი, წასული პირველად ცხოვრებაში, დავხატე ის. ფოტო გადაუღე და ფოტოს მიხედვით, ეხლა დიდი ხანი ვერ გავჩერდებოდი და იმიტომაც. ერთი დღეც არ ვიყავი 1 საათი და იმის მიხედვით ფოტო გადავიღე, რომ დავამახსოვრებინა იმ ფოტოს მიხედვით და დავხატე ის სოფელი. სახელი მართლა არ მახსოვს, მართლა გითხრათ, იმიტომ რომ მაგრამ მეგონი ეგ ხდება ხოლმე, რომ არ გახსოვს ხოლმე სახელები რა. მაგრამ შამბეჭდავი იყო ესე იგი და ემოციები იყო გადმოცემული. თქვენ წარმოიდგინეთ, ვინც ეს შეიძინა ეს სოფელი, თვითონ ყოფილა იმ სოფელში მაცხოვრა. ცხოვრობდა. საოცრებაა. გაახსენდა, დაინახა და იცნო. კი. შვენიერია. არა, მე არ ვიცოდი, რომ ეს გაიყიდებოდა, ეს ჩემთვის ვიტოვებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დამიკავშირდა და შეძენა მოისურვა ჩემი ნახატის. თუ გიფიქრეთ, თქვა საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოფენა ნახატების. კი, მიფიქრია, მაგრამ საშუალება არ არის, შემოსავალი რახან არ არის იმდენი, ამიტომაც არც იმედს არ ვკარგავ. რა თქმა უნდა, იმედით ყველაფერი კარგად იქნება. ხო, მაგრამ არც ამაზეც არა ვარ, მე ბედნიერი ვარ, რაც კეთდება ჩემს საქართველოში რა. გარდა თქვათ ის რომ მხატვრობა თქვენი პროფესია არის, გიყვართ, რაიმე განსაკუთრებული სხვა ჰობი ხომ არა გაქვთ, სხვა რამის მიმართ სიყვარული, მუსიკა, რა ვიცი. პოეზიასთან მქონდა ვიყავი ახლოს, სანამ დაწერილი ლექსები. დიახ. კი, მართლა და რამდენი ლექსი გქონდათ დაწერილი? 128 ლექსი. და კრებული თუ არის თქვენს მიერ გამოცემული? კრებული გამოცემული არის, მაგრამ ძალიან მცირე რა. 300 ტირაჟი გამოვეცი და ერთ თვეში გაიყიდა. და შინაარსი რა იყო ლექსების ხოლმე? შინაარსი იყო წუხარება იმისა გულის, რაც გიყვარდა და ელოდებოდი სიყვარულს. ეს თემა იყო. ნუ რა თქმა უნდა, სიყვარულის ლოდინი არის. და როცა ახლა უკვე სიყვარულის მოძებნა უკვე მოხდა, იმის მერე შევჩერდი ლექსები. ესე იგი, მანამდე სანამ სიყვარულს ეძებდი, უფრო ძირითადად სიყვარულზე იყო აქცენტი, წუხარება, დარდი, აი, მაგიტომ დამაწყებინა მაგნ ლექსები. ეს ახსენით იმ ყველაფერში გადმოეცით იმ ლექსებში. თუ როგორი არის სიყვარული. და შემდეგ უკვე შეჩერდა ის რომ იპოვეთ სიყვარული და შეჩერდა. ხო, რატომღაც გაჩერდა. ხდება თურმე ეგრე. ესე იგი ხდება, რაღაცა მუზა მოგივიდათ ეს და რამდენი ხანი მოხდა ეს ლექსები. მაგრამ პოეტი რაც ქვია, ბოდიში, პოეტი რაც ქვია, პოეტი არ აჩერდება, პოეტი აგრძელებს. სიყვარული იქნება თუ არ იქნება, მაინც აგრძელებს. უბრალოდ მიყვარდა ეს პოეზია და ამიტომაც მეც მოვისურვე და გახსოვთ რაიმე სტროფი რომ თუ გამახსენდება ესეთი სიყვარულთან დაკავშირებით მე მაპატიოს დიახ მაპატიეთ და დიახ ესეთი ლექსი არის სულში ჩაგიხუტებ გულს მიაგიჩუყებ ბაგეზე დაგიკოცნი ჩემო სანაკებო სიტყვას ვაგრძნობინებ შენს წმინდა თვალებს შენ თავს ვამჯობინებ ჩემო საყვარელო აფრად გადავიქცევი შენს წინ დავიხრები ნატრას აგისრულებ ჩემოს და ნატრელო გრუბლად გადავიქცევი სიტყვად დავიმსხურები სათლა თავინთები შენთვის დავიწვევი სულში ჩაგიწორები ჩtildeად გადავიქცევი შენს კვალს მე მიყვები ლანდა დაღვიძრები ზეციდან მზის სხივად შენთვის დავიხურები თვალს არ მოვაშორებ შენს გულს სანაკებოს ბრავო ბრავო მართლა საითელი ეს ემოცია და ის ყველაფერი რასაც გრძნობთ თქვენ ამ ლექსში ერთადერთი ის არის რომ საქართველოზე დაწერილი მეორე ლექსი რაც გამახსენდა ამ ლექსის საკითხის შემდეგ
თუ არ მოგაწყენთ კი, შეგვიძლიათ, იმიტომ რომ ერთ ლექსსაც კიდე წაიკითხავთ. კი ბატონო. ერთიც ამ მრავალი ლექსი შეგვიძლია წაიკითხოთ, მაგრამ რადგანაც ასე, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ, საქართველოში შეყარებულები პატრიოტები ვარ და რა თქმა უნდა თქვენც პატრიოტი ბრძანდებით და ალბათ იმიტომ მოხდა ეს რომ დაწერეთ თქვენ საქართველოს ლექსი. თუ ქართველი ხარ და არა სხვა, სიკვდილის თვალებით ელაპარაკე. თუ ქართველი ხარ და არა სხვა, ცეცხლს შენობით ელაპარაკე, უცბად აღელდა უსახო ზღვა, უხმოდ დააფარე ზღრუბლებმაცა, დატბორა ზღვა, მომავლის გზა, ცხოვრების გზა და არა სხვა. თუ ამ ტანი ხარ, ამ წუთის სოფლის კისერზე გადევს ცოდვების ლოდი, დადიხარ გზაზე ამ წუთის სოფლის და შენ გეძახის სიკვდილი, მოდი. თუ ქართველი ხარ, სიკვდილის თვალებით ელაპარაკე და არა სხვას. Bravo. მართლაც ძალიან კარგი ლექსია და ძალიან კარგი შინაარსი და აი საქართველოსი არის გადმოცემული და ჩვენ ყოველთვის ასეთი მოტივირებულები უნდა ვიყოთ რომ ყველაფერი კარგი გავაკეთოთ რა თქმა უნდა ჩვენი პროფესიები სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ იმიტომ რომ ექონებარება სწავლას ნიჭიერება არის ის როდესაც თვით ნასწავლი ხარ მაგრამ რაღაც დოზირებულად საჭირო არის მისი განვითარება რომ სწორად განვითარდეს და უფრო მეტი საშუალება მიიღოს საზოგადოებას წარუდგინოთ ეს ყველაფერი და ნუ რა თქმა უნდა თქვენთანაც ასე მოხდა, ყველაფერი კარგად შეისწავლეთ და ჩვენთან სტუდიაშიც მოვბრძანდით და მრავალჯერ კიდევ მოგიწევთ და კიდევ შემდეგ უკვე მოგიწევთ როგორც თქვათ ლექსების ასე თქვა პოეტი და წაგვიკითხავთ ამ ყველაფერს, ნუ რა თქმა უნდა თქვენ თქვით რომ პოეტიო აგრძელებს და არ ჩერდებაო და მე გავჩერდიო, მაგრამ ესეც საინტერესო არის და კარგიერი და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ის ლექსები, რომელიც თქვენი ეს წუხილი, დარდი, სიხარული, სიყვარული ყველაფერი არის გადმოცემული და ესე გადაცემის დასასრულიც ასე ახლოვდება და სურვილები გაგვანდეთ, რა სურვილები გაქვთ, რას გვისურვებთ ტელეკომპანიათ, რაც გადაცემა ახალ შუადღეს, ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ყოველთვის ხოლმე გადაცემაში ჩვენ ვახსენებთ ხოლმე ემიგრანტებს ხოლმე. იმიტომ რომ ემიგრანტები ძალიან ბევრი უკვე ემიგრაციაში არის, იმყოფება ქართველიერი და მინდა და სურვილი მაქვს ყოველთვის რომ დაბრუნდნენ, დაგვიბრუნდნენ, იმიტომ რომ ნიჭიერება იქაც უფევს და ძალიან ბევრი ჩამოდის ხოლმე ჩვენთან გადაცემაში გსტუმრობენ, თავის ნიჭიერებას ავლენენ, მხატვრები, მუსიკოსები, ხელოვანი ადამიანები და მართლაც აი ესეთი წარმატებების აღწევენ და უფრო განსაკუთრებით აქ თუ აქვს და იქ რო ჩადიან სხვა ქვეყანაში რაღაცა ეს ნოსტალგია და სიყვარული რო აწვევათ გულში უკვე იმ ყველაფერს მე ავლენენ სწრაფად და აი ამ ყველაფრის შესახებ რა სურვილები გვაქვს და რასაც მოასწრებენ რა ეგ არის ხო მე ვისურვებდი ყოველთვის წარმატებას თქვენ პირველში თქვენ ტელევიზიისთვის წარმატებული ყოფილიყოს გამრავალი სფერო მოგეწვიოს თავისთავად რომ უფრო განიხილონ ყველამ რაც ხდება თრიალეთის ტელევიზიაში რომ ბევრმა მოისურვოს მოსვლა ასე რომ არავითარი რაც იყო წარსულში აღარ დავიბრუნოთ უკან დაბრუნება წინ და წინ რა თქმა უნდა წინ და წინ მივიდიოდეთ ყოველთვის რა თქმა უნდა მომავალი ყოველთვის წინ უნდა წავიდეს ჩვენი და რა სამომავლო გეგმები გაქვთ თქვენ? თქვენი მე მაქვს მოფიქრებული ისევ მიუბრუნდები ქველმოქმედობას. იმიტომ რომ დიდი ხანი მათთან აღარ ყოფილვარ. 1-3 წელიწადზე მეტია დაახლოებით. მაგრამ დავიწყებით არავის არ ვივიწყებ და ვფიქრობ რომ მათ მოუწყო ისევ ის გამოფენა. უფრო მრავალი სფეროდან მოვიწვიო ხალხი, ხალხური სიმღერებით ჩაერთოს, სათამაშოებიც დაურიგო და თავისი ხელით და ნახატები, რაც გაიყიდება, ის თანხა, რაშიც შეიძლება დავხარჯოთ, მისთვის საუკეთესო რაც იქნება, შევიცინოთ. იქნება ფუნჯი, ბანკარი, თუ ქაღალდი, თუ რაც იქნება, საყებავი. ყველაფერს იმისთვის ვიფიქრებ, რომ ერთი თეთრიც არ დავტოვოთ იმათთვის, რაც შეიძლება შეძენა და გახარება მაგ ბავშვებისთვის.
და მართლა სასიკეთო საქმეს აკეთებთ და მადლობას მოგახსენებთ რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში წარმატებებს გისურვებთ და კიდევ თქვენ მოგიწევთ გადაცემაში როგორც დაკვირდით როგორც თქვენი ლექსების ასე თქვა წაკითხვის შესაძლებლობა მოგეცემათ და ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს მოვასმენინებთ კი რა თქმა უნდა და კიდევ ახალი ნახატები გექნებათ ახალი ნახატები ახალი სიახლეებით გამოფენები და ასე შემდეგ საქველმოქმედო გამოფენა გექნებათ და ამის შემდეგ უკვე ბევრი სიახლეებით დაგვიბრუნდებით და კიდევ ერთხელ წარუდგენთ თქვენს თავს საზოგადოებას და ბოლოს გადაცემის დროს თქვენი ფოტოკოლაჟი იქნება თქვენს მიერ ნახატების, იმიტომ რომ რადგანაც 4 ნახატი არის თქვენს მიერ სტუდიაში წარმოდგენილი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ჩვენი თვითონ სტუდიაც უკვე მრავალფეროვანი ნახატებით არის შევსებული და ადგილის სივრცის ნაკლებობის გამო ფოტოკოლაჟს შევთავაზებთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და ვიხილოთ უკვე გადაცემის დასასრულს თქვენს მიერ შესრულებული ნახატები, როგორც შთამბეჭდავი ემოციებით არის დატვირთული თქვენს მიერ შესრულებული ნახატები და მადლობას კიდევ ერთხელ მოგახსენებთ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და თქვენც ასევე წარმატებას გისურვებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა მხატვარი ვახუშტი რომელაშვილი. გემშვიდობებით ბედნიერად.